მისი სახელია ჩაპია და პირველია 2026 წლამდე 3 სიმულაციას შორის. 4 კაციან ეკიპაჟში შედიან ბიოლოგი კელი ჰიუსტონი, როს ბროკუელი, რომელიც სტრუქტურული ინჟინერია, ნათან ჯონსი, ექიმი და ანკა სელარუ, საზღვაო ბიოლოგი. მისიაში დამტკიცებამდე მათაც იგივე ტესტირება ჩააბარეს, რასაც ასტრონავტობის კანდიდატები გადიან. აქ მიღებული ცოდნა ადამიანების მარსზე უსაფრთხო გაგზავნასა და უკან დაბრუნებაში დაგვეხმარება. ეკიპაჟს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია მხოლოდ დროის დაყოვნებით შეეძლებათ. მარსზე დედამიწიდან გაგზავნილი შეტყობინება 22 წუთში მიდის და სწორედ ასეთი შეზღუდვა შეიტანეს მისია ჩაპიაშიც. შეტყობინებების გაგზავნა-გამოგზავნა ჯამში 44 წუთს მოითხოვს. NASA-ს მეცნიერები კრიტიკულ ინფორმაციას მიიღებენ მარსის მისიის ფიზიკური და ქცევითი ასპექტების შესახებ, ამბობს უფროსი სამეცნიერო ოფიცერი ჯუდით ჰეიესი. ამას გარდა ეკიპაჟის კვების რაციონში გაყინვით გამომშრალი საკვები იქნება, ისეთი, რასაც მარსის ასტრონავტები შეჭამენ და მათი აქტივობის გეგმაც რეალური მისიის მსგავსი იქნება. კოსმოსური მისიის ანალოგიადაა დაპროექტებული თავად საცხოვრებელი გარემოც. ყველაფერი, რაც მარსზე დედამიწიდან არის საჭირო, ზედმეტად ძვირადღირებულია და შესაბამისად ეკიპაჟის საცხოვრებელი გარემო 3D პრინტერზე დაბეჭდეს, რათა შეემოწმებინათ რესურსების ადგილზე უტილიზაციის ტექნოლოგიები. იმის მიუხედავად, რომ გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობის შემთხვევაში ეკიპაჟს სივრცის დატოვება შეუძლია, მათ იმედი აქვთ, რომ ამ მხრივ მხოლოდ მცირე შემთხვევები ექნებათ, რასაც დამოუკიდებლად გაუმკლავდებიან. საბოლოო ჯამში ჩაპიას მიზანია ვისწავლოთ, რა ქცევითი ცვლილებები შეიძლება წარმოიშვას ხანგრძლივ მისიაში. მისია ჩაპია 1-ის ეკიპაჟის წევრები იზოლაციიდან 2024 წლის ივლისში გამოვლენ. ჯერჯერობით ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური ცენტრის წარმომადგენლები მისიის მიმდინარეობის შესახებ დეტალებს ნაკლებად ამჟღავნებენ. ამიტომ გაურკვეველია, როგორ მიდის ექსპერიმენტი, ასე რომ ვთქვათ, ადამიანებზე. როგორი იქნება ადამიანებისთვის მარსზე ცხოვრება? ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი აქვს და ბევრი საინტერესო იდეას არსებობს. სანამ ვინმე მარსზე ფეხს დაადგამს, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.